შარდის შეუკავებლობა, ანუ ურინალური ინკონტინენცია. ქალებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ნაკლებად განხილვადი. ის შესაძლებელი არის გაჩნდეს მშობიარობის შემდეგ, მენოპაუზაში, ქალის ასაკის მატებასთან ერთად, ან სხვა გინეკოლოგიური პრობლემების გამო. რა სიმპტომები ახასიათებს? უნებლიე შარდვა დაცემინების, ხველებისა და სიცილის დროს. მოულოდნელი და გაძლიერებული მოშარდვის შეგრძნება, ფიზიკური დატვირთვის დროს შარდის შეუკავებლობა. რა ტიპის ინკონტინენცია არსებობს? სტრესული, როდესაც შარდის შეუკავებლობა ჩნდება ფიზიკური დატვირთვის დროს, ურგენტული, როდესაც მოულოდნელი და გაძლიერებული მოშარდვის შეგრძნება ჩნდება ნებისმიერ დროს და შერეული, ანუ როდესაც არის კომბინაცია ორივე ფაქტორის. რატომ არ უნდა მოვითმინოთ? შარდის შეუკავებლობა არ არის ნორმა. ის აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს დისკომფორტს და ფსიქოლოგიურ სტრესს. მკურნალობა არსებობს და ის ეფექტურია. სპეციალური ვარჯიშები, ანუ კეგელის ვარჯიშები, რომლებიც იწვევს მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერებას, ფიზიოთერაპია, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია მენოპაუზის დროს და რაც მთავარია, თანამედროვე ქირურგიული მკურნალობა შარდის შეუკავებლობის დროს. და TVT ოპერაციები. ეს არის მინიმალური ინვაზიური ოპერაციები, რომლის დროსაც სპეციალური ბადის საშუალებით ხდება შარდსადენის დაფიქსირება, რაც ხელს უშლის შარდის გაჟონვას. ტარდება სწრაფად, აღდგენითი პერიოდი ხანმოკლეა, ეფექტი კი მრავალწლიანი.